გამარჯობა. სამკვირიანი პაუზის მერე დავიწყე ისე ვიდეოების გადაღება. ფიზიკურად ვერ გავდიოდი სახლი მანქანით ვერსად. იმიტომ რომ ხანსად ვიყავი და ძალიან შევირგე. ეს ზაფხული და წონაზეც მეტყობა. ამიტომ ცოტა საჭმლის დოზებს შევამცირებ ხოლმე. ეხლა ვარ ამოსული, ამ დასახლებას რა ქვია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ლილოსთანა თბილისის საზღვარზეა თითქმის. და ლოკაციასაც დავდებ ჩემს საიტზე. ამ ადგილს ავამატებ ჩემს საიტზე. მაგ საიტზე WenLiveG-ზე ყველა შეგიძლიათ დაამატოთ ადგილები და შევუკრათ რამე ბაზა რო არ ვეძებოთ, სად დავდგეთ და სად წავიდეთ. თუ საიტს გახსნით და არაფერი არა, არც ერთი ადგილი არა, ესე იგი თბილისში შუქი წავიდა და მე სერვერის ჩართვა დამავიწყე, იმიტომ რომ ლეპტოპზე მაქვს აწყობილი სერვერი და როცა თბილისში შუქია, მაშინ მუშაობს საიტიც. მაგალითად ეხლა ერთი კვირით ვიყავი წასული და პირველივე დღეს წასულა თბილისში შუქი ერთი კვირა გათიშული იყო სერვერი. გუშინაც ორჯერ წავიდა ცოტა ხნით შუქი, მაგრამ ცოტა ხანზე არა მე ხოლმე ჩავრთო და ეგ მოვიწყდება ხოლმე. ვინც იცით ესეთი ადგილები, დაამატეთ რომ ეხლა უცხოურ საიტზე ვიპოვე ეს ადგილიც. ეს ადგილი არ მიპოვია, ქვევით ვიპოვე. მაგრამ ქეიფობდნენ იქ, გვერდზე კიდე ერთი მანქანა იყო ცოტა მოშორებით, იქაც კაი ადგილი იყო და იმას ბოლო ხმაზე ქონდა მანქანაში AI სიმღერები ჩართული და გაუსაძლისი იყო უბრალოდ იქ გაჩერება. და ამოვედი ცოტა მაღლა იმ ადგილიდან და უკეთესი ხედი ვიპოვე. დღეს მოვამზადებ ცოტა ხანში ბულდაკს ჩემი რეცეპტით. ჩემი რეცეპტით რა მოვძებნე და ადვილი რეცეპტია. გავიდა რამდენიმე საათი, რაც აქ ამოვედი და მოდი ახლა გავაკეთებ ამ ბულდაკს, რომელიც არის ხარე. დავამატებ რაღაცეებს და სხვა რეცეპტით გავაკეთებ ამას რა. ზეღარ მინდა ამაზე. ამდენი წყალი მისხდება და დაველოდები რომ ადუღდეს. სანამ დუღდება, მოდი მაციურიდან მარტო გჭირდება ყველი და ნაღები ამ რეცეპტისთვის. იქით არის თბილისის აეროპორტი და აქედან ვაკვირდები დაჯდომა აფრენებს და ეგეც ძალიან კარგი საყურებელია ამ ხედიდან. სამზარეულო მაქვს ესეთი, უკანა ეზო მაქვს ესეთი. მარტო ამას. ადუღებულში ჩავაგდე ეს. დროს დავინიშნავ დაახლოებით 3 წუთს. ესეთი უკანა ეზო მაქვს. გავიდა 3-4 წუთი. ეხლა უნდა გადავწურო წყალი, დავტოვო ძალიან ცოტა. დამრჩა აი ესე ცოტა წყალი. ჩავრთი აქეთ დაბალი ცეცხლი. მოვაყრი ახლა თავის სუნელებს. დავამატებ ახლა ნაღებს ცოტას. ურევ ამ ნაღებთან ერთად. ჩავაგდებ 3 ფენა ყველს. 1 ფენა, 2 ფენა და 3 ფენა. ახლა დაველოდები რომ ამასთან ერთად დადნეს.
აბა მოვიდა გასინჯვის დროც. ცოტა ორეგანო მოვაყარი ზევიდან, იმიტომ რომ ორეგანო ყველაფერს უხდება. კარგი. კაი, პირველი ლუკმა. აუ რა ცხარია. და რა გემრიელია. უგემრიელესი, აი რა ვიცი. ვერ ვიტყვი, ხანა ცხარი ვისაც გიყვართ, ვისაც გიყვართ ოღონდ. ცხარი თუ არ გიყვართ, აზრი არ აქვს. ყველაზე ცხარია. აუ რა კაია. აუ ის ხედი არ ჩანს. მანქანა მოაყენა, ჯივიპის მანქანა. მაგრამ მე ხელს არ მიშლის ამის ჭამაში. ეს ყველა სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ჩაითვლებოდა ბიუჯეტურ საჭმელად, მაგრამ ჩვენთან არა. იმიტომ რომ ბულდაკი ღირს 13 ლარი, ყველი ესეთი ფირფიტებით 10 ლარამდე, პატარა ერთი ციცქნა ნაღებით ესე 10 ლარამდე და გამოდის 1 კილო ხორცის ფასი თითქმის. მაინც არ ტყავს მაგ ხელობას, მაგრამ თუ არ ტყავს, რატო ვერა. ზევიდა. ამაზე შევწვალ. ვიბის სპრეი სადარ მაქვს. გაუძლებს კამი? რა თუნდა. ესე ვაზელინის ბამბას ავიღებ. წიწვები ძალიან ხმელია და ეგრევე წაეკიდება. წყალი მაქვს 60 ლიტრი აუზში. თუ რამე დუშით მიუშვებ ეგრევე. ვაზელინი მაგარია. აუ გამომიწერეთ რა ძალიან გთხოვთ. მოვიწყდება ხოლმე ეს თხოვნა. აუ მართლა დამიკომენტარეთ რა გავაკეთო საჭმელი რეცეპტები, იდეები არ მაქვს საერთოდ. არა როგორ არ მაქვს ეხლა მაგრამ თან მინდა რომ დამიკომენტარეთ და მაგიტო ვემონებით. და თან თქვენ რეცეპტებსაც გავაკეთებ. აგის და კაი ცეცხლი. კოლოებით წავიდნენ. ამანქანი ძევით ვეღარ ავედი რა იმენა ტყეში.
და აქ ესე შეტეხილში კაი ადგილია, მაგრამ მაინც დადიან მანქანები და ვნახოთ როგორ გააგრძელებენ სიარულს მიღებს თუ არა აქ დარჩენა. ეს ზაფხული შევირგეთ ხო რომ ვამბობთ. ჯერ ვიყავი ლეჩხუმში. ძმაკაცებთან ერთად ლეჩხუმში დავდივარ. უკვე მე-5 წელია. ყოველ წელს, ყოველ ზაფხულს. ჩვენ ძმაკაცს აქვს უსახელოში სოფელი და რაღაცა სწავლი ბუნება. მაგრამ ლეჩხუმს რო ეუნები ვიღაცას, ყველა გეუნება ან სვანეთს, ან რაჭას, არა და ორივეზე დიდი ისტორია აქვს ლეჩხუმს. სვანეთზეც და რაჭაზეც. და რაც მტკიცდება იმით, რომ ეხლახანს აღმოაჩინეს, გონი 4000 წლის წინანდელი რაღაცეები ლეჩხუმში. სადღაც 1 თვის წინ აღმოაჩინეს. და მგონი სვანეთში ყველაზე ძველი რაღაცა აღმოჩენილია 3000 წლის წინ, 3500 წლის წინ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რომელიც უფრო დიდი ისტორია აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებული ადგილია, რომელიც არც რაჭას ეკუთვნის და არც სვანეთს. ესე იგი, უამრავი რაღაცაა სანახავი რა. მე-5 წელია დავდივართ, ერთი კვირით მივდივართ ხოლმე 5 დღით ესე. და ყოველ წელს, რავი, უფრო და უფრო ლამაზდება მგონი იქაურობა. ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით რა, თან ვიღებდი, მაგრამ ისეთი კაი ვერ გამომივიდა, რომ ცალკე ვიდეოდ დამედო. და ეხლა მოგიყვებით რა, როგორ იყო რა. გზები ყველაფერი არის ულამაზესი. ესე დეტალურად ყველა ადგილს ვერ გავიხსენებ. თან ამ 5 წლის განმავლობაში ყველაფრის ფოტო და ვიდეო არ მაქვს გადაღებული. მაგრამ ამ წელს ვიყავით, ერთია მწვანე თეატრი ქვია, იქიდან ავედით. რაღაც ბილიკი მიდიოდა, საკმაოდ მოწესრიგებული და ცაგერზე იშლება ხედი. ამ ცაგერს ჩავდიოდით ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ მაღაზია არაა. ორბელშია ერთი სოფელია, ორბელი იქაა მაღაზიები, მაგრამ რაფერი არაა რა. და გვიწევდა ხოლმე ცაგერში ჩასვლა. მწვანე თეატრიდან ჩანს ლამაზად, აი უამრავი ადგილია სანახავი. ჯერ მარტო ესე ადგილი რო არ ერქვას და უბრალოდ რო დადიხარ და სულ რომ მანქანით გაიარო, ფეხითაც რო არ გაიარო, ბუნება იშლება რაღაც საოცარი. გასართობიც აუზია, 15 ლარი ღირს და საკმაოდ მოწესრიგებულია. ლამაზ ხედზე, მდინარის ნაპირას. დანარჩენი უნდა ილაშქრო, იარო ფეხით. ათვალიერო ბუნება. ხვამლის ქედზეც ვიყავით ასული, ძალიან ცუდი ბქენით რო ავედით. უაზროდ გაურისკეთ, როცა საერთ არ იყო საჭირო. ნისლი იყო ისეთი, რომ 10 მეტრში უკვე აღარაფერი არ ჩანდა რა. ესე რატო გაურისკეთ არ ვიცით, მაგრამ ავედით, თან მოუმზადებლები, ჩვეულებრივი ტურისტული სანახაობა გვეგონა, ჩვეულებრივი ლაშქრობა. ბოლოში ვავედით ყველაზე მაღალ ადგილას. არ ჩანდა არაფერი რა, იქიდანაც ნისლი იყო. ვიდეოები რაც ვნახეთ, ყველა იყო გადაღებული წმინდა გიორგის ეკლესია, ამ პირველი ჩეკპოინტი რაც გვხდება რო ადით. და ყველას მაქედან მქონდა გადაღებული რა, მაგის მაქედანაც ვერ დავინახით ხედი, იმიტომ რომ მანდაც ნისლი იყო. და რატო არ უნდა გაგვერისკა? ნისლი რო იყო, ძალიან დიდი საშიშროება იყო, რო ეწვიმო. და ავედით თუ არა, ქედზე ბოლოში დაიწყო ჭექა ქუხილი. ეგრევე ავიბარგეთ ყველაფერი, დავეშვით უკან, იმიტომ რომ ერთი ნაწილი იყო კლდოვანი, სადაც 4-ვე კიდური უნდა გამოგეყენებინა რა, 800 იყავი. მანდ რო გავწვიმებოდა და წვიმას მოესწრო, ალბათ მართლა ვერ ჩამოვიდოდით და მოგვიწევდა დარჩენა, სანამ არ გადაიღებდა და ჩამოვცით თუ არა მაგ იმას, მდელოებია, თან კარგად გაყვალულიც არ იყო, იმიტომ რომ აშკარად არ დადის ბევრი ხალხი. დაიწყო წვიმა და რა წვიმა, ეგეთი წვიმა მართლა არ მინახავს, ერთ წამში ჩაგვალ. ცალკე ტანსაცმელი გვამძიმებდა. ფეხი გვისრიალებდა, იმიტომ რომ რაღაც ტალახიც არ იყო, აი რაღაც თიხასავით რა, ადგავდით თუ არა გისრიალებდა. აუ ძლივს ჩამოვედით, ჩამოვაღწიეთ, ვიყინებოდით თან ისეთი ისიც არ შეხვდა მონაკვეთი, სანამ უკვე ბოლომდე არ ჩავედით წმინდა გიორგის ეკლესიასთან, რომ გაიხადო, გაწურო და ჩაიცვა ახლიდან, იმიტომ რომ მე გადაიღო. ტყეში რო შევედით უკვე.
ძალიან უაზრო გარისკვა იყო ეგ რაც გავაკეთეთ. და ვიდეოებში არ ჩანს კიდე რამდენიმე ვიდეოს გადაღება მოვასწარით ყველა მაგ წვიმაში. და ვიდეოში ჩანს ჩვეულებრივ რაღაც დელოზე მიდიხარ და წვიმს. ეს მაკაცის ბებომ გვიმასპინძლა იქ რუე გვმასპინძლობს ხოლმე. არჩ ყველას მადაგვეხსნება იქ სასწაულად და იქიდან ჩამოვდივართ გასიებულები ხოლმე. ეგ ერთი გასიება. იქ კიდე 1000 რაღაც ვნახეთ ლეჩხუმში. ისე დეტალურად აღარ მოვყვები, მაგრამ აი აუცილებლად სანახავი მხარეა რა. რაღაც უნიკალური ბუნება აქვს. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ ლეჩხუმში აუცილებლად წახვიდეთ და მოიაროთ ყველა სოფელი. ხო, ყველა სოფელი ჩვენც არ გვაქვს მოვლილი, მაგრამ ბევრი სოფელი გვაქვს მოვლილი და ულამაზესია რა. მე წავედი დეიდაჩემთან იტალიაში და ცალკე იქ დეიდაჩემა დავიმატა გასუქება. იმდენ ვჭამდი. თითო დაჟდომაზე 2 პიცას ვჭამდი ხო. კლია. მომატარა სამხრეთ იტალიის ძალიან დიდი ნაწილი 7 ქალაქი, ეს ბარი, ოსტუნი, კიდე ერთი ზოოპარკში ვიყავით. ზოოპარკში ვიყავით, სადაც მანქანით შედიხარ და ეს ცხოველები დატასავდნენ თავის პონჩი და ზოგს ეფერები, ზოგის გეშინია, ვეფხვები და ლომებიც იყვნენ, მაგრამ საცოდავები ისინი იყვნენ. არ შეიძლება რა. ჩაკაიფებულები იყვნენ, არაფერზე რეაქცია არ ჰქონდათ. და აი პოლარული დათვიც იყო. რა უნდა იტალიაში, სამხრეთ იტალიაში პოლარულ დათვს იმ სიცხეში. ეგა ჩვეულებრივი წამი. არა, მაინც ძალიან ვისიამოვნე რა ზოოპარკში ბავშვობის მერე ნამყოფი არ ვიყავ. ოსტუნი, ის ისტორიული ქალაქი, ქრისტეს უნებანი სადაცაა გადაღებული, ჯოვინაცო ქვია მგონი. აუს, ძალიან ლამაზი ეგეც. ჯოვინაცო, ალბერობელო, თეთრი ქალაქი. ნაირი სახურავებით, ქვის სახურავებით, რომელიც ცემენტით არა გაკეთებული და პროსტა ერთ მომენტზე აწყვია. მონოპოლი, ეგეც ძალიან ლამაზი ქალაქია. ყველაზე მეტად მაინც მომეწონა ზეთისხილის ხეები. ყველგან ზეთისხილის ხეა და აი ულამაზესია ეს დაძარღული ქვევით. ძალიან ასიამოვნები ვარ ამ ზაფხულით. და ეხლა ზაფხულის ბოლო წერტილია ეს დღე. მეტი ვეღარ მოვახერხებ ამ ზაფხულს სადმე გასვლას. შემილია შევაგდო უკვე სიმინდი. შეშა არ გამომიყენებია ეხლა, მაგრამ 10 ლარი მივეცი 5 კილო შეშაში. რავი, ეგეც იმპორტირებული ხო არა, 10 ლარი რა ამბავია. მაინც ვიყიდევ აი და აქ სველი როა ეხლა ყველაფერი რო ვერ მენახა. მშრალი ხე გამოვიყენებდი შეშას, მაგრამ ვერ არ გამომიყენებია მანქანაში მაქვს ისევ. რავი. თელი ზამთრის მარაგია ალბათ მაქსიმუმ 700-800 ლარის და 5 კილო რა ამბავია. 10 ლარად. ეს ერთი შევარდა. კი მწვალს ეხლა ეს ცეცხლი, მაგრამ კოგოების დაკმენას მირჩევნია. თან ისევ ზივარ კვამლი რომ ჩემკენ წამოვიდეს და კოგოები მომაშოროს. ალო. ულამაზესი ღამე. Pagawsinjot შემწვარი სიმინდი. აია. გემრიელია. ამარის გამოვიტან მოვაყრი. მეორე შევინახავ, ერთ შევჭამ. კალადას მომყავი. ვიჯდები ამ ხეზე. ეხლა 10 საათი ხდება 12-მდე.
ვიქნები აქ. მე გადავინაცვლებ უკვე მანქანაში და იქიდან ჩაგერთვებით. ვიდეოც ვიპოვე შესაბამისი ცოტა ხანში საწოლსაც გავშლი და დავიძინე ხვალ წავედი სახლისკენ, კაი ადგილი იყო ესეც, უბრალოდ ოდნავ ხმაურიანი, იმიტომ რომ მაინც გზის ნაპირზე როა რამდენიმე მანქანამ გამოიარა, მაქსიმუმ 10 მანქანამ ამ 2 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ იქით რო ადიხარ ძალიან ლამაზი ტყია და იქით მიდიან საკემპინგედ ბევრი. მადლობა ვინც მიყურეთ, გამოიწერეთ რა ჩემი არხი გთხოვთ. ეხლა ჩავალ იქ თავდაპირველად სადაც ვაპირებდი დარჩენას და ხალხი რო აღმოჩნდა და განახებთ აბა იმასაც და მეც ვნახავ როგორი საკემპინგი ადგილი იყო. ჯობდა თუ არა ამას. ნახვამდის.